ეხმა ხო გესმით? ხო ელაპარაკებით. ხო გელაპარაკება. გელაპარაკება. ოდა თქვენც ასე გააკეთეთ. უთხარი. მე თქვენი ღმერთო შენი ხმა მინდა გავიგო. დამელაპარაკეთ, ძალიან მაინტერესებს სად გავატარე მარადიულობას. აი მე გადაშალებ და წაიკითხე და მე თვითონ გაგიკვირდება საოცრება მოხდება რომ ღმერთი იწყებს თქვენთან ლაპარაკს და ყველაფერს უგებთ. მე კი არ გინდათ რომ მოწყრეთ აი მე ესე ახალგაზრდობაში მე ჩემი მეუღლე რომ შემიყვანდა სანამ მოვიყვანე ცოლად ყოველ დღე ორჯერ მივიდოდი ფეხით მივიდოდი ნახალოვკიდან ვარანცოვზე მივიდოდი ფეხით რომ მე ნახა რომ აი მისი ხმა მომესმინა ყოველ დღე 5 წელი წარმოგიდგენთ ოდა არ გამომყვა სპეციალურად ჯარში თვარდახვალ არ გამოყვებიო უმაღლეს თვარდამთავრებ არ გამოყვებიო სიგარის და მიატოვებ არ გამოყვებიო ზოლიბეწობას არ მეტოვ არ გამოყვებიო სანამ ყველაფერი გადამაყრეიდა არ გამომყოცოლა ოდა მე ესე იგი რადგან მაგრა მეყვარდა აი ეს წარმოგიდგენიათ აი ეს მე მართლაც სრაფაი ვიზიტვა მქონდა თქვენ რომ მეთქად დაიწყეთ ლაპარაკს აი ესეთი ვიზიტვა გაგიჩნდება სასწაული თქვენთან მოხდება დამშვერბო მადლობა მადლობაც მოვა აბა ჩადეთ თქვენიგან არაფერი არ გაგიჩნდება ბატონო ოდა მე უკვე რა გამიხსენებთ და ერთი დრო რომ მოვა 60-ში რომ შევხვდებით არა მე მადლობა მითხრათ არა უშავს იმიტომ მოვიდა იესო ქრისტე ჯვარზე მითო გაეკრა ყველაფერი თავის ხორები მითო შეწერა ჩვენ არა მართლაც პასუხი უნდა გქონდეს ყველაფერზე ბნელში არ უნდა ვიყოთ ბნელში არ უნდა დაუდიოდეთ აი ეს ბევრს ველაპარაკები ვეუბნები ხახნო გამიჯერეთ გაიგეთ რომ ღმერთის სასწაული ღმერთია და ბნელში არ ტოვებს ადამიანს ერთი ქურდს უყვარს რომ ბნელი მეთი კი ნათელია იესო ქრისტე იძახის მე ვარ გზა რომელზეც უნდა იარო თუ თქვენ იესო ქრისტეს არ იცნობთ საიდან გეცოდეთ მისი გზა ესე იგი ეს გამოდის მისი სწავლებიდან ხო მე იძახის მე ვარ ჭეშმარიტება რომ თქვენ ამ ჭეშმარიტებით ცხოვრობთ უკვე ამ გზაზე რომ დადიხართ თუ ამ ორს აკეთებ სასწაულია გზაზე მისი დადიხარ მის ჭეშმარიტებით ცხოვრობ ხო იძახის მე უკვე აქვე გაძლევ მარადიულ სიცოცხლეს უკვე შენ გეძლევა ორი სტატუსი ხალბატონო არა მარტო ადამიანი არამედ უკვე ადამიანისა და ღმერთის შვილიც იზას უკვე თქვენ ჩემი შვილებიც ხართ სადაც мама იქნება შვილიც იქნება ამიტომ მე ვარ სამოხლის კარები როცა მოხარ გაგიხსნით და შევაყოთ ჩემთანო და ის სხვა თემა სამოთხერა ეს უკვე თუ მე თვითონ შევხედრა დაგელაპარაკებით ეს სხვა რაღაცა ეს სამოთხე რაც ღმერთმა გაამზადა ამათ გონიათ რომ ეს სული მიდის იქაო და მოდელობს კაი რა ღმერთმა შექმნა ახალი ცოდა ახალი მიწაზეცაში წარმოგიდგენიათ წეს კორინთელებში აი შენ თვალს არ უნახე შენ ყურს არ სმენია გულშიც გაგივლია ისეთი რაღაცა მოგიმზადე მე იქაო და იოანე მოციქული ღმერთმა აიყვანა ჩემი სული უმაღლა და დამანახაო აჰა მე თქვენთვის ქმნი ახალ ცასა და ახალ მიწას ისეთი რაღაც არის რომ მე ვერ ავწერო იქ რომ მივდივართ ჩვენ ვიღებთ ახალ სხეულს აი როგორ სხეულს ვიღებთ ქრისტე რომ გათოხდა და იყო ადამიანის ღმერთიც ჩვენ ისეთ სხეულს ვიღებთ იქნებით ადამიანისა და ღმერთის შვილიც იმიტომ რომ ზემოთ ზეცაში არა სული რო წავა იმას სტატუსი ადამი არის მიწა იქ არა სტატუსი შენ არ გექნება შენ ანგელოზი ვერ იქნები შენ ღმერთი ვერ იქნები თავის თავად და მაშინ რა გჭირდები ღმერთო მე იქ რა სტატუსით ვიქნები მიწა ფიზიკურია აი ვიტყვი რომ არა ახალი ცოდა ახალი მიწა გამიჩინე შენთვის აი ესა თუ ანგელოზები ახლა ჭამენ აქ მიწაზე რამეს მეც იქ რამეს შევჭამი იმიტომ რომ ფიზიკური არა ვარ ამიტომ იესო იძახის მე გაძლევ ისეთ სხეულს რომელიც მეკრებეთ აუზზე კი და მე ვჭამეს და თან წავედი თან კედელში შემოვიდი ეს მოციქულებთან რო ეშინოდათ ხო იგია ასე რომ თურმე ჩვენ იქ ვიღებულობთ როგორც პავლე მოციქული იძახის ახალი სახლი გველოდებაო ხელუთქმნელი ესე იგი ღვთისმშობლის როგორც იესო ქრისტე ატარებს საზღვრებით და ღმერთის მარჯვენა მხრას აი გველოდებათ ხალბატონო აქედან